არა, ამ თემაზე უნდა ვისაუბრო, იმიტომ რომ მართლა უკვე ტვენი მომეტყნა რა, რა გავაკეთო და მოდი გაგცემთ პასუხს. ვიდეო, სადაც ვიძახი, რომ კალაძე მეგონა კახეთის პრეზიდენტი. არა, უბრალოდ მერი. აი, კიდე არ წავშლი ამასაც. ერთი წამით არ ჩამოვარდა. მეგობრები ვართ, ცხელა, ვლოგს ვიწერთ, კახეთში ვართ და ვერთობი. და ეს ჩემი თანხმობის გარეშე ეს ვიდეო გავრცელდა ყველგან, ბლოგიდან ამოჭრილი. მაგრამ ეგ იყო იდეა, თორე ხო ამოვჭრიდი ამ მომენტს, ჩემი დამონტაჟებული არის ეგ ვიდეო. ვიდეოს ვიწერი იმათთვის, ვინც ამ ვიდეოს მიგდებს და ნინა შეხედე რა კომენტარებს გიწერონო, ნახე? აი შეხედე. შენ თუ ასე გადარდებს ეს კომენტარები, ხო? აი პირადად ჩემი მეგობარი რომ მოვიდეს და მითხრას, რომ აი ნახე შენზე რა კომენტარები იწერება და ასე შემდეგ, მეორე წუთას ჩემი მეგობარი არ იქნება, იმიტომ რომ ასე თუ გული გიწუხდა, მიდი და გაიცი პასუხი და მოაგვარა რა ჩემი პრობლემა რა. ხო და აი ამ ლოგიკას ვერ ვიგებ, რას ცდილობთ ამით? აი რა მოგაქვთ ეხა ჩემამდე, ეხა თქვენი აზრით მე აქამდე მოვედი და ვდარდობდი Facebook-ზე ბიბია ჩემზე უფროსი ქალები რას მიწერდნენ? ეხლა ცოტა ხანი ნინუშკაზე მაღლა ხო იგრძენით თავი, ხო ისიამოვნეთ ამ კომენტარებით ჩემი დაჯმით. ძალიან მალე შემოგიტრიალდებათ რაღაცა სხვა ფორმით. გამიხარდა რომ გესიამოვნათ ეს ყველაფერი, ხანდახან ეს შეგრძნება მაინც უნდა გქონდეთ და ტვინი არ მომიტყნათ, იმიტომ რომ მსგავსი, ანუ ის ადამიანები არ მაინტერესებს ვინც აკომენტარებენ. აი ჩემ ფოლოვერები რომ მიგდებენ მსგავს რაღაცებს, ავტომატურად ძალიან საზიზღრდებიან ჩემ თვალში. აი ასე არის. აი რა გავაკეთე, პროსტა ვერ ხვდები რა. იმ დღესაც საუბრობდი ადამიანობაზე და კულტურაზე. ეს მართლა მაგას ვერსად ვერ ისწავლი, როდესაც გახარდა სხვა ადამიანს ვცდილობ რომ ხასიათი გაუფუჭო და აუ შეხედე კომენტარებს. ესე თუ გადარდებ, კარგ მოწყნო, მიდი და მიწერე რაღაც. პაშლი ნახო